მადლობა გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით, მადლობა თქვენ და მივულოცავ დამდეგ ახალ წელს ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ვისარგებლებ ამ შემთხვევით და ბედნიერ ახალ წელს და ბედნიერ ცხოვრებას უსრულებ თითოეულ მათგანს. კი ბატონო, ჩვენ კიდევ გვექნება გადაცემის დასასრულისკენ ამის თქმის შესაძლებლობა. კარგით, მოკლედ საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება გავიგეთ დღეს. წლის ერთ-ერთი მოულოდნელი პოლიტიკური განცხადება მოვისმინეთ. ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. მე ჩამოვთვალე კითხვები, ამის მიღმაც არაერთი კითხვა უნდა დაისვას, არსებობს ინტერესი ამ საკითხის მიმართ, მაგრამ მოდი ჯერ ასეთი მარტივი კითხვით დავიწყებ. რას ნიშნავს საპატიო თავმჯდომარე და რა ფუნქცია ექნება მას? წესდებით არის გათვალისწინებული ეს და ძალიან მოკლედ წერია და მკაფიოდ ის იქნება და ის არის უკვე დღეიდან პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ყოველთვის ეს ადამიანი აკეთებდა, მაგრამ ინტენსივობა, ხარისხი, ადამიანის ხარისხს უფრო ვერ ვიტყვით, შეიძლება არასწორი იყოს. ინტენსივობა, ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაციის თქვათ რაოდენობა ადამიანების კომუნიკაციის თვალსაზრისით და ასე შემდეგ, მანვე თქვა ხო, რომ ორ-სამ ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია ამ თვალსაზრისით და რჩევებს აძლევდა. როდესაც ეს ინტენსივობა გაიზრდება, როდესაც უშუალოდ იქნება ჩართული ამ კონსულტაციაში, ბუნებრივია, ყველა მიცის. დღეს თქვი და შემთხვევით არ მithქვა სხვათა შორის, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება რაც არის, მის გონებას უკავშირდება, ხო? და ის არის სხვა ლიგის მოთამაშე ბევრისგან განსხვავებით, ხო? და ის არის გადაჭარბების გარეშე, ხა უკვე ყველა მიცის დღეს თამაშს ჩვენ თამამად შეგვიძლია ლაპარაკი, მისი განვლილი პოლიტიკური ცხოვრებით და დავანებოთ ყველაფერს თავი ქველმოქმედებასაც 3 მილიარდზე მეტ ამ ქვეყნისთვის და ბევრ პოზიტიურ და კარგ თვისებას ერთი წამით დავანებოთ თავი, ვილაპარაკოთ მასზე როგორც პოლიტიკოსზე. ის არის სხვა წონით კატეგორიაში პოლიტიკაში აბსოლუტურად, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ყველა რჩევა თუ თავის დროზე, როდესაც ის უშუალოდ იყო პოლიტიკაში და არ იყო პოლიტიკისგან დისტანცირებული ჩართულობით, მისი გადაწყვეტილებები სხვა რანგის იყო და სხვა შედეგებზე გადიოდა. ეს ხო ყველა მიცის, ეს ჩვენზე კარგად, ეს არ მithქვამს შემთხვევით დღეს, ჩვენზე კარგად ჩვენი ოპონენტებმაც კი იციან და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში იციან ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მართლა ფასდაუდებელია მისი უშუალო ჩართულობა ამ კონსულტაციებში, როდესაც ქვეყანა დგას რთული გამოწვევების წინაშე. და ამაზე ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ჩვენ ვსაუბრობთ, ეს რთული გამოწვევები გამოიხატება რაში, რომ ბევრი მიზანი გვაქვს ერთდროულად შესასრულებელი. თან ჩვენ სწორად უნდა ვიაროთ დეოკუპაციის გზაზე, რომ აქ შეცდომები არ დაუშვათ და შერიგების, მშვიდობის გზით. შემდეგ ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური განვითარება რაც ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, განსხვავებით რაღაც ცოტა სხვანაირი რიტორიკისგან იქ აღარ შევარხარ. რაც ერთ-ერთი მთავარი საფუძველია მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მიღწევის. ეკონომიკურად დაბლამყოფი ქვეყანა ევროკავშირის ცოტა რილად ვთქვათ, მოდი ასე არ ჭირდება, ხო? ასევე ჩვენ უნდა ვიაროთ ევროკავშირის გზაზე, რომ რეფორმებით, ჩვენი განხორციელებული გადადგმული ნაბიჯებით მათთვის მისაღები გავხდეთ. ასევე გამოწვევა არის სუვერენიტეტი, ეროვნული საკითხები. ეს ყველაფერი ერთად და უამრავი სხვა, ხო? პრიორიტეტი. ეს ყველაფერი ერთად არის ურთულესი შესასრულებელი და ჩვენ აქ ამ გზაზე სათითაოდ არ უნდა დაუშვათ შეცდომები. აი ამაში ამ ყველაფერში ჩართულობა ბატონო ბიძინა ივანიშვილის უნებრივია მართლა ფასდაუდებელია. ხო, მაგრამ აქ ჩნდება უკვე ლოგიკური კითხვა. თუ ბიძინა ივანიშვილი ისედაც გარკვეულწილად კონსულტაციების სახით იყო ჩართული, შეიძლება მასშტაბი იყო მცირე, ამაზე თქვენ საუბრობთ. თვითონ ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა, რატო გახდა საჭირო ასეთი გაფართოება, მით უმეტეს საკითხები, რომელზეც თქვენ ჩამოთვალეთ, მთელი ბოლო 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო გუნდი სულ ამბობდა, რომ წარმატებით და კარგად უმკლავდება ყველა გამოწვევას. მოდით, ვიდრე აქზე გადავალთ ამ საკითხზე. დღეს ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა, რატომაც ბრუნდება პოლიტიკაში, მაგრამ მანამდე, სანამ დღევანდელ განცხადებებზე ვისაუბროთ, მათ შორის თქვენი ოპონენტებიც იხსენებენ ამ ბოლო განცხადებას, ვიდრე ის პოლიტიკიდან წავიდა და მან ასეთი რამე თქვა, რომ რაც შემეძლო გავაკეთე და რაღაცზე მოbrunde უკან, ესე იგი თუ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად არ არის. რამე არ არის სწორად, ან ვეძებოთ ჯაჭვი ბოლო განცხადებასა და დღევანდელ გადაწყვეტილებას შორის. აი რა არის რაც არ უნდა გასაოცარი იყოს და გასაკვირი იყოს ამ ადამიანმა აბსოლუტურად გულწრფელად მიუთითა იმ პრობლემაზე, რაც ოპოზიციის არარსებობას უკავშირდება. და მართლა სამ დროს ეს მარტო საქართველოს კი არ ეხება. ზოგადად ეს
უნებრივი ამბავია, ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარეც კი, მოდით ბოლომდე გულწრფელები იყო და ბოლომდე გავსვათ კარტი, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეც კი ყოველთვის ჩნდება გარკვეული რისკები. როდესაც შენ მაკონტროლებელი არ გყავს ფიზიკურად. იმიტომ რომ დღეს ოპოზიცია რა როლსაც უნდა ითავსებდეს, იმ როლს ვერ ითავსებს აბსოლუტურად დაცლილი ამ როლის. რამე რისკი უკვე დაინახა ბიზნეევანიშვილმა, რადგან მან გადაწყვიტა რომ საჯაროდ ასეთი ფორმირება გაეკეთებინა, რომ საჯაროდ განეცხადებინა მის შესახებ, რომ ადამიანურ ცდუნებაზე გაეკეთებინა აქცენტი. აი, ანუ რამე საფუძველი არსებობს ამის რისკი, რაც დაინახა ბიზნეევანიშვილმა. მოდით ჩვენ ვწავალთ, რაც თავად ბატონო ბიძინამ თქვა. როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში არ არსებობს, უკვე აღარ არსებობს, ხო? იმიტომ რომ ეს ამაზე თუ გნებავთ ცალკე ვილაპარაკოთ, კი, აუცილებლად უნდა მოგიყვანოთ ოპოზიციის რეაქციაც მე ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჯერ თქვენი განმარტება. ხო და თავი დაისამარეს თვითონ, იმიტომ რომ ისეთ ნარატივზე ააგეს თავისი დღის წესრიგი, რომ უბრალოდ გაქრნენ ჩვენი ერთ დღეს, იმიტომ რომ რაზეც ააგეს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს თვითონ შემოინახეს რაღაცა კოზირად, აქ რუსული ერთი მესიჯ ბოქსი, გაქრა ეს რუსული მესიჯ ბოქსი, გაქრა მათი იმედები, რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და გაქრნენ ორბიტიდან, ხო? პრაქტიკულად 60%-ზე როა ხო რეიტინგით ამდენი წლის თავზე მართველი პარტია ოპოზიცია არ არსებობს, ხო ბუნებრივი ამბავია და სწორედ აქ დაინახა ამ ადამიანმა გარკვეული რისკები, როდესაც არ არსებობს ოპოზიცია გამქრალია პრაქტიკულად, იქ რა თქმა უნდა შეიძლება კორუფციის რისკმაც წამოყოს თავი, იქ რაღაცაში და რისკებმაც ბევრმა შეიძლება წამოყოს თავი და გულწრფელად ვილაპარაკ ამ თემაზე. აი ყველაზე მეტად დასაფასებელი ის არის გულწრფელად ის კი არა რაღაც კი არ დაждდა ვინმე მართლ გუნდში ან თავად ბატონი ბიძინა და ის კი არ იფიქრა მოდი ხამ დაბრუნების საფუძვლად რა მოვიფიქროთ რა ვთქვათ. არამედ გულწრფელად რაც იფიქრა და რა რისკების დასაზღვევადაც შემოვიდა პოლიტიკაში, რადგან გულწრფელად ის თქვა პირდაპირ ყოველგვარი მოკების გარეშე. და იმის იქით ნურც შევამცირებთ ახლა ამას და ნურც გავზრდით რაღაცა რომ სადღაც რაღაცა კონკრეტული кейსი იყო და ამაზე ვილაპარაკებთ ეს იმიტომ ეს რისკები დაინახა ზოგადად და ანუ ეს არის პრევენციული სულა მათ შორის და ასევე მე ჩემი მხრიდან ერთ ვიტყოდი რომ ამ პრევენციულ სულას თუნდაც რა გინდა დავარქვათ ამ რისკების დაზღვევას მისი თავისი ფაქტორის ამდენად პოზიტიურად გამოყენებას სამომავლო პერსპექტივაში და ამ ყველაფერს კიდევ ემატება ჩემი მხრიდან არ შეიძლება ამის თქმა რომ გუნდს ერთიორად გააძლიერებს რითაც დავიწყე ლაპარაკი იმით გავაგრძელებ რომ მისი ჩართულობა შეუძლებელია დიდ პლუსში არ წავიდეს ხო ბუნებრივი ამბავი ხო ჩვენ ვახერხებთ რაღაცებს და ჩვენ როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ რაღაც რჩევებისგან დამოუკიდებლად იქ გვაქვს სწორი სვლები და წარმოიდგინეთ ახლა ბიზნა ივანიშვილის გონება და მისი გადაწყვეტილებები და მისი კონსულტაცია და მისი რჩევები რამაც დაემატება ბუნებრივია ერთიათად ძლიერდებით ხო რაღაცია ლაპარაკი შესაბამისად ანუ არა ნაკლი მინუსი არა აქვს გადაწყვეტილებას არანაირი მინუსი არა აქვს რისკები იზღვევა თუ კი რამე თეორიული და პრაქტიკული რისკი შეიძლება იყოს რაიმე მიმართულებით ამ ოპოზიციის საერთოდ გაქრობასთან დაკავშირებით მართველი გუნდის შიგნით ეს ამ რისკების დამზღვევი ფაქტორი რო ბუნებრივად იქნება მისი ავტორიტეტი და ყველა თემიდან გამომდინარე ეს მარტივი მისახვედრი ამბავია და ამასობაში რამდენად გააძლიერებს მისი უშუალო ჩართულობა გუნდს ესეც მარტივი ამბავია ხო ანუ ყველა მიმართულებით ძლიერდება ეს მართველი გუნდისთვის ახლა ოპოზიციას კითხეთ როგორ უყურებს ამ საკითხს მაგრამ აი ბიზნა ივანიშვილმა დღეს რამდენჯერმე ახსენა რომ არ დგამს ამ ნაბიჯს გუნდის გასაძლიერებლად იმიტომ რომ ეს გუნდს არ სჭირდება იმიტომ რომ ეხლა რო ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები 100 მანდატს თუ არ 100 მანდატი თქვა არასწორად რო არ გაიგოს მოყოლებელმა იმიტომ გავწყვეტინეთ ბოდიში გერთეთია ეს იყო ნათქვამი წმინდა საარჩევნო კონტექსტში. კი, გასაგებია, კი ბატონო. მან ხაზი გაუსვა, მას როგორც ჩანს ამის სრული ქონდა და სწორად დავინახოთ ეს რომ მან ხაზი გაუსვა რომ საარჩევნო კონტექსტში ამ გუნდს გაძლიერება არ ჭირდება. კი ბატონო, და აქვე დასძინა რომ ძალიან ცუდ და სავალალო მდგომარეობაში ოპოზიცია. აი ბიზნა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, აი ოპოზიციის ამ სავალალო მდგომარეობას რამდენად წაადგება ან დააბალანსებს ეს როგორ გესახება? არა, ოპოზიციას ვერაფერს ვერ წაადგება პირიქით, მაგრამ წაადგება იმას რომ რისი დამზღვევის გარკვეულწილად ნორმალური ოპოზიციის პირობებში სადაც ასეთი არსებობს რომ ქვეყნებშიც რაღაცა ფაქტორი არის რაც აზღვევს ხო ოპოზიციის ქმედებებიდან მათი კონტროლიდან გამომდინარე და დღეს ესენი არის ანუ ესე ვთქვათ რომ ოპოზიციის ფუნქციასაც ერთგვარად შეიცავს უგნებავთ ესე ჩავთვალოთ მაგრამ ოპოზიციის ფუნქციას ახლა ჩვენი არა მესმის გასაკვირდაპირ გაგებთავაბობ ლიდერი დღეს უკვე თამამად შეიძლება ამის ლაპარაკი და საპატიო თავმჯდომარე და გუნდის დამფუძნებელი როგორ შეითავს ახლა რაზე საუბარი მაგრამ
ამასობაში თუ კი რაიმე რისკი უნდა იყოს დაზღვეული, რომელსაც სხვა ადამიანები უნდა ასრულებდნენ და სხვა როლიდან უნდა ასრულებდნენ, ამას რა თქმა უნდა თვითონ დააზღვევს და მისი ფაქტორი, პიროვნული ავტორიტეტი მისი და ასე შემდეგ, გუნდში და ქვეყანაშიც ბუნებრივი ამ რაღაცა რისკებს დააზღვევს. როდესაც სხვა დამზღვევი მექანიზმები არ არსებობს, ის ერთ-ერთ ფუნქციად თავის თავზე ამას იღებს. და ამაზე კარგი წარმოუდგენელია რამე მოიფიქრო ადამიანმა ამ მიმართულებითაც, ხო და რატო ხდება ეხლა ეს? სულ ამბობდი ჩვენ ამას. როდესაც შენ ხარ ოპოზიციაში, თუ შენ რეალურ ეგრეთ წოდებულ кейსებს, საქმეებს, ამბებს, რაც ხარღა უნაკლო ხელისუფლება ჩვენ კი არ ყოფილა და დიდი ხანი ალბათ არც იქნება სოფლიოში, არც ქვეყანაში, ხო? ყველას აქვს რაღაც ხარვეზი, ნაკლი, ყველგან არის კორუფცია რაღაც ხარისხით, ხო? ჩვეულებრივი ამბავია ეს. ყველგან არის რაღაც ნაკლოვანებები, გადაცდომები, შეცდომები, დანაშაულიც კი და ასე შემდეგ, ხო? ყველგან. რაღაც რგოლში ზევით არ არის, ქვევით არის, შუაშია, სადღაც არის, ხო? ამაზე რეალურზე რომ არ ლაპარაკობ არასდროს. რეალურზე. და დღენია და გიგონებ რაღაცა ამბებს. ამ შენ გამოგონილ ამბებზე ბრაზდები, ოპოზიცია რომ ქვია. და ამ გაბრაზებულზე მე რაღაცა ხან მიტინგს აწყობ, ხან ამერიკულ კანონს რუსულს დაარქმევ, ხან მოგონ ვიღაცას დააბრალებ კორუფციას და დაბრალებულზე ბრაზდები, ხან ვიღაცას რაღაცას. ალბათ შემოგიბრუნდეთ ოპოზიცია რომ ყოველდღიურად კორუფციაზე ლაპარაკობენ ისინი და გიკითხებენ. სიმართლე მოძებნო სადმე და იმაზე ერთად მოახდინოთ რეაგირება, ვიღაცას რო აბრალებ, პატიოსან კაცს რო კორუფციას აბრალებ, იმაზე რა რეაგირება უნდა მოახდინოთ. რეალურ კორუფციას მიაგენ და რეალურზე ილაპარაკება. რეალური ხარისხი შეიძლება არ არის იმხელა. და ამიტომ არ მიყვები იმ რეალურ кейსებს. შენ არ გაწყობს, რომ ის კი არ იყოს ვიღაც ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირი. კორუფცია შენს არ გაწყობს და თუ შეიძლება იცოდე კიდევაც რომ სადღაც შუა რგოლში ვიღაცა რაღაცას ისეთ საქმიანობას ჩადის, რაც კორუფციულ ელემენტებს შეიცავს. საერთოდ არ გაწყობს იმაზე ლაპარაკი ოპოზიციაში რომ ხარ როგორ ჩანს და მაინც ლიდერებს უნდა მიეღო და დააბრალო ვიღაცას რაღაცა დაუშვათ, ხო? ამიტომ ეს ხო ტყუილზე აგებ. შენ გინდა მასშტაბი დიდი აგებ ტყუილზე და რეალობა რჩება გვერდზე. მავნებლობაა ხო ჩვეულებრივი. შესაბამისად რეალურზე რომ გადიოდეს, იმას რეალური შედეგები მოყვება. შეიძლება ეხლა 100 გადაცემა აქვს კორუფციაზე გაკეთებული მასიდან 1, 2 ან 3 მართლა რეალური იყოს, მაგრამ როგორ უნდა გაარჩიოს 97 ტყუილი აქვს ნათქვამი და მე ტყუილ მართალი ერთმანეთში ესე აი რაღაცას შეიძლება მართლა კონდეს საფუძველი, რაღაცა შეიძლება სიმართლიდან გამომდინარეობს და ვერ მიაგნებ ელემენტარულად. რო იცი ეხლა ხო ცნობილი გადაცემები ვიცით ეხლა ჩვენ ნაცმედიიდან, ხო? რო ვიცით ნამდვილად ეხლა ჩემზე, სხვაზე რაღაც აი ნამდვილად რაც იცი ადამიანმა შენი რწმენისაც ხო გჭირდება, რაღაც სისულელები რო უკეთებიათ. და რამ ტყუილის რა ხარისხს და მავნებლობის რა ხარისხს და სპეკულაციის რა ხარისხს შეიცავს. მე მეორე გადაცემას რო უსმენ, იქაც ფიქრობ, რომ მაყურებელი წესია, ხო? ალბათ ასევე აბრალებენ იმ ადამიანს და შეიძლება სადღაც რეალობაც იყოს და საერთოდ გაქრა ის რეალობაც კი. და დასაზღვევი რისკიც გაქრა შენი მხრიდან. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ჯერ ერთი რო ძალიან დასუსტა და თავისი თავი კიდევ ერთხელ ვიმეორე, პოლიტიკურად დაისამარეს ამ არასწორი მოგონილი ნარატივებით, რუსულთან დაკავშირებული ნარატივით, რომ ქართული ოცნების პირობებში ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ევროინტეგრაციისას წინ ვერ წავა ქვეყანა და ასე შემდეგ, ამით დაისამარეს და მეორე ტყუილების ტირაჟირებით. ესენი კრიტიკას კი არ ახორციელებენ. უბრალოდ იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამაზე დახიან. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ არაერთხელ გაკეთებულა განცხადება მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში. უფრო მეტიც ალბათ რაც წავიდა იმ დღიდან მოყოლებული, სულ არსებობს ოპოზიციის მხრიდან ამაზე აქცენტის გაკეთება. აი დღეს სანქციების თემაზეც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი, მაგრამ აქვე მინდა კითხოთ, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ამ კონტექსტში თქვენი მხრიდან, ანუ მართველი ძალის მხრიდან, სხვა შორის ოპოზიციაც ამაზე აკეთებს აქცენტს, კეთდებოდა და ხაზს უსვამდით ხშირად, რომ გარკვეულ გარეთ ძალებს ივანიშვილის პოლიტიკაში იძულებით დაბრუნება, სურთ გარკვეული გეგმების განსახორციელებად. აი ამ პათოს ეხლა ეკარგება ძალა თუ როგორ უნდა აღიქვათ? არა, ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტი და აბსოლუტურად განსხვავებული უბრალოდ რომ ვთქვათ მიზანი. რა მიზნითაც მას რბილად ვთქვათ, მიანიშნებდნენ პოლიტიკაში დაბრუნებისაკენ. ეხლა იგივე მიზნით ხარ დაბრუნდებოდა. დაბრუნდა აბსოლუტურად სხვა მიზნით და ამ მიზანზე ილაპარაკა, ხა აღარ გავიმეოროთ, ხო? მაგრამ მაშინ ბატონო ბიძინამ თავის წერილს ერთადერთხელ გამოჩნდა, ასე ვთქვათ, საჯარო თვითონ ფიზიკურად არ გამოჩნდა, მაგრამ საჯაროობა გადაწყვეტა წერილის მეშვეობით და იმ წერილში აბსოლუტურად დეტალურად ახსნა რა ხდებოდა, გახსოვთ ხო ეს წერილი? და საზოგადოებას სწორი მინიშნება გაუკეთა საიდან რა რისკები მოდიოდა. დასანქცირებას რო ლაპარაკობდა დღეს ეს ხო ხაერიდან მოტანილი ამბავი არ არის. დე ფაქტო დასანქცირებულია ეს ადამიანი ომის დაწყებიდან ძალიან მოკლე პერიოდში პრაქტიკულად დაასანქცირეს აბსოლუტურად ყოველგვარი
არგუმენტების სასწაული არგუმენტები იყო იქ რაც ჩვენ ვიცით, გარეშე გაუჩერეს თავის პირადი თანხები. და აქ იმაზე 1000 და 2000 დოლარზე იმაზე კი არ არის საუბარი, მილიარდებზეა საუბარი, ეს ადგნა და უბრალოდ გაუჩერეს. და ამისათვის რომ ეს განეხორციელებით, წარმოიდგინეთ, ჩვენ ხო გლობალური ომის პარტიას ვეძახით. რაც გნებავთ დავარქვათ. რაღაც ძალა დადასტურდა, შეფასებას კი არ ვაკეთებ, ხოლმე ფაქტზე ვილაპარაკოთ. არსებობს, გნებავთ გლობალური ომის პარტია დაუძახოთ. გნებავთ რაც გნებავთ, მოინდომეთ ის დავარქვათ, მოიგონეთ, რომელიც და ან რომელსაც უბრალოდ შეუძლია რომ შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბანკი იმგვარად მოაქციოს, რომ ერთი ადამიანის დე-ფაქტო დასანქცირებისათვის და მისი შანტაჟის მცდელობისათვის პრაქტიკულად გააკოტროს. შვეიცარიის ერთ-ერთი უცნობილესი ბანკი. ეს ხო მოხდა, ეს ხო ფაქტია, ეს ხო შეფასება არ არის. და იმისათვის რომ ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი განხორციელებულიყო, რომელსაც არ გაჭრა, სულ ამბობდი, დღესაც იგივეს ვიმეორებთ კიდევ უფრო თამამად. უკვე რაღაც გავლილი ამბავია და ხედავთ. ანუ არანაირი შანტაჟის ცდელობა ეხლა აღარ არის დღეს წესრიგში. არა, შანტაჟის ცდელობა შეიძლება ბევრი იყოს კიდევ და ამაზე თავადაც ილაპარაკებს უკვე ამისი საშუალება თუ მეძებნა თავად თუ ეკნება ამის სურვილი. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დაწოლა გაცილებით მეტი იყო და შეიძლება დღესაც გრძელდებოდეს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ ამ კაცის ბუნება და ხასიათი ვიღაცებმა ვერ გაითვალისწინეს, იმიტომ რომ ადამიანმა თავისი თავი გაწირა, სიცოცხლე გაწირა. და ალბათ მაგ ამის გამხელის საშუალება მოუყოლია მაშინ, როდესაც აქტიურად იყო პოლიტიკაში ჩვენთვის, ასე ჩინაურ საუბარში, რომ ცოლშვის მშვიდობებოდი სახლიდან გამოდიოდიო 2012 წლამდე გახსოვთ თქვენ ძალიან კარგად ეს პერიოდი. ადამიანი სახლიდან გამოდიოდა, ცოცხალი შევიდოდა თუ არა სახლში, ის არ იცოდა და ცოლშვის მშვიდობებოდა. ისეთი რაღაცების კადრებლები იყვნენ მაშინ. და დღეს ეხა ფულით რა რაოდენობაც არ ნაყოფილიყო, ვერ დააშანტაჟა, მას ვერ მიხსნენ. და სად ეს ყოველ შემთხვევაში? ეგონათ რადგან 2 მილიარდზე იყო და მილიარდზე მეტზე იყო ლაპარაკი, 2 მილიარდამდე თანხამდე რომ ამით წამოიღებდნენ რაღაც შესაძლო შედეგს და დააბრუნებდნენ იმ მიზნით, რა მიზანიც მაშინ ჰქონდათ, ომში ჩართვა პირდაპირ ამ ქვეყნის. შეუძლებელი აღმოჩნდა, ხო, იმიტომ რომ ამ კაცის ხასიათი სხვა და სხვანაირად უყვარს, ხო, თავის სამშობლო. და დღეს შესაბამისად, როცა სხვა აბსოლუტურად სხვა მიზნით შეხედა რომ ეს მიზანი განსახორციელებელია, რომ შიდა რისკები მაქსიმალურად დასაზღვევია, გუნდი გასაძლიერებელია გარე გამოწვევებთან და საერთო გამოწვევებთან მიმართებაში, დეოკუპაცია, ქვეყნის ევროინტეგრაცია, რაც თავად თქვა რომ თავად მიზნად იკეთება საგარეო ურთიერთობებში, ეკონომიკური განვითარება, კიდევ უფრო გაჯანსაღება და ასე შემდეგ, ქვეყნის გუნდის და ასე შემდეგ, აი ამ მიზნებისთვის ერთობლიობაში რისკების დაზღვევა და მეორე რაღაცას ახლა ვილაპარაკე, აი ეს კომპლექსში თქვა და გააკეთა რომ დაბრუნდა გუნდში საპატიო თავმჯდომარის სტატუსი. ჩვენთვის მხოლოდ გასახარდა მისასალმებელია ბუნებრივი ეს ამბავი. ესე იგი, კიდევ ერთი საკითხი, სხვა შორის დღესაც იყო ამაზე საუბარი ოლიგარქიზაციაზე. ნუ ჩვენ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით არაერთხელ ვისაუბრია ამ ეთერშიც და არა მარტო ამ ეთერშიც, სხვა ეთერებშიც და მთელი წლის განმავლობაში ეს იყო ერთ-ერთი სადავო საკითხი, ვის ეხება, რას ეხება, რატომ ეხება, მერე უნდა, როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა, მერე არ უნდა იყოს, მოკლედ ბევრი რამე ითქვა ამის შესახებ, მაგრამ ასე იყო სულ მუდმივად ოპოზიციის მხრიდან საუბარი, რომ ეს სწორედ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა დასავლეთის მხრიდან. მოკლედ, კეთილის მსურველებისთვის თუ არაკეთილის მსურველებისთვის, თუნდაც დასავლეთიდან ეს საკითხი შეიძლება ითქვას, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტი მონიშნულია დღევანდელი გადაწყვეტილებით. არა, დღევანდელი გადაწყვეტილებით რა არის? ბოლო მოეღება სპეკულაციას არაფორმალური მმართველობის შესახებ. დამთავრდება, იმიტომ რომ დღესაც დამისვეს ხოთაშორის ეს შეკითხვა ძალიან უნდათ რომ აღიარა ბიძინა ივანიშვილმა აი ამ ნარატივის გატარება უნდათ რომ აღიარა ბიძინა ივანიშვილმა არაფორმალური მმართველობა. ტერმინების განმარტების პრობლემა თუ გვაქვს და იმაზე რომ ღლაბუცი და ღლიცინი ატეხეს Facebook-ში რაღაც გაუხარდა ძალიან რაღაც ცოტა ცუდი ნიშანი დაგვიწერეს შეფასებაში წაკითხulis გააზრებაზე რო იყო ლაპარაკი. მართლა წაკითხulis გააზრების პრობლემა თუ აქვს ამ ხალხს თქვა რა. ესე იგი რჩევას ვაძლევდი და ამგვარად ვიყავი კონსტიტუციაში ჩართული 2-3 ლიდერთან. რჩევას ვაძლევდი და აღიარა არაფორმალური მმართველობა. რაღაცა კავშირი ხომ უნდა იყოს ლოგიკური. აი ნათქვამის და წაკითხulis გააზრების პრობლემა ხო უნდა გქონდეს პოლიტიკოს ხალხია ბოლო-ბოლო. და ამ ხელა მედია საშუალებებს მართავენ და პროდიუსერები და ჟურნალისტები არიან არავის არ ვერჩი, მაგრამ ხო უნდა გაიაზრონ რა თქვა. კაცი ამბობს, რომ 2-3 ლიდერთან ჰქონდა კომუნიკაცია, როდესაც დისტანცირებული იყო პოლიტიკიდან და რჩევებს ვაძლევდი მათ. და არაფორმალური მმართველია. მაშინ რაღაც არაბუნებრივი, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ყოფილა ეს ადამიანი, შეიძლება მართლაც
არაბუნებრივი ნიჭი კონდეს ბევრი რაღაც, მაგრამ ესე თქვა შეიძლება ესე დაასახო, რომ ორ-სამ ადამიანთან კომუნიკაციით და რჩევით, უბრალოდ რჩევებით შეიძლება მართო ყველაფერი ჩახვიდე მენეჯმენტის რაიონულ რგოლამდეც კი. ხო შეუძლებელია ეს, მაგრამ ის რჩევა პოლიტიკურ საკითხებზე, რომელსაც ხაზი უნდა გაუსვათ. მართლა ფასდაუდებელი იყო ჩვენთვის. იმიტომ რომ ამან ჩვენ საშუალება მოგცა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში სწორად გაგვევლო, რო ვიძახდით, რომ ბეწვის ხიდზე გავდივართ და დანისპირზე გავდივართ და რა ვიცი 1000 გვარი შედარება იყო, 1000 გვარი ტერმინებით, ჩვენი შეფასება კი არა მარტო. ჩვენი მხარდამჭერის იქნება თუ ჩვეულებრივად ობიექტურად მოფიქრალი მოქალაქეს. იმ დანისპირზე სიარულს განსაკუთრებულად ჭკვიანური გადაწყვეტილებები ჭირდებოდა და აქ ბუნებრივია რჩევას გუნდი იღებდა იმ 2-3 ადამიანის და ლიდერის მეშვეობით მისგან, ხო? ეხლა დღეს შეიძლება მის გამხდარ, რადგან თავადი სურვა ბატონმა ბიძინამ ამაზე საუბარი და როდესაც ამისი ხარისხი გაიზრდება და ეს რჩევები თავარი პოლიტიკური რჩევები პარტიის ხა ჩვენ ამაზე კარგი ვერაფერი ვერ წარმოგვიდგენია, იმიტომ რომ ჩვენთვის გაიოლება ბევრი საქმის, ხო? ბიზნა ივანიშვილი ყავს თავარ პოლიტიკური მრჩეველი, უნებრივია, შენთვის დიდი კომფორტია, ხო? ეს ნებისმიერი ჩვენგანისათვის, რომელიც რაღაცაში ვართ მენეჯმენტში და პოლიტიკურ საკითხებში. თქვენ ესეთი პროგნოზი გააკეთეთ, რომ აქამდე შანსი ჰქონდათ 0 და დღევანდელი დღით ნულს ქვემოთ ოპოზიციაზე არის საუბარი, შანსი, კი ბატონო. აი, არ ვიცი თქვენ მოასწარეთ თუ არა ოპონენტების გამახმაურებებს გასწნობოდით, მე შემიძლია რამდენიმე მათგანი წაგიკითხე. მაგალითად, გიორგი გახარია. როგორც იქნა ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა, გამოწვევა მიღებულია. ლევან ხაბეიშვილი ისევ ძალაუფლების დაკარგვაში შეჩემობრუნდა, გამოწვევა მიღებულია. რა გამოწვევა მიღებული მთელი თავისი კამპანია ეკულისებში როა გაშლილი აგებული აქ იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვარ და დღეს დასამარდა მაგის მითი დამთავრდა მაგის რეიტინგი რაც ჰქონდა მოტყუებული ადამიანების ხარჯზე დარჩენილი რაღაც 1 თუ 2% ისიც გაუქრა დღეს ბიძინა ივანიშვილის ერთი სიტყვით. გიორგი გახარია დღესაც ამბობს რომ ივანიშვილის პროექტი კულისებში კი. კულისებში? კი. კი, პირდაპირ შემიძლია დაგიდასტუროთ. ერთ-ერთ სასწავლებელში, გადაჭრებებზე ამას გამოვარდებიან ხსისულებს ლაპარაკებენ, მაგრამ თავად ხო იციან რომ მართავს ვიცი. ერთ-ერთ სასწავლებელში იყო მისული, მაგალითად, რამდენი 2 თვის წინ თუ არ ვწდები და ამბობდა რომ ეხლა ბევრი სტუდენტი ესწრებოდა იქ. ამბობდა რომ მე კოალიცია შეიძლება შევკრა მხოლოდ ქართულ ოცნებას, კოალიციით უნდა შევბოჭო და ამ დროს კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში სადაც შეეძლო მისი გასული დეპუტატების რაოდენობის საშუალებით ყველგან შეუკრა ნაციონალურ მოძრაობას. აი წარმოიდგინეთ, აი ვცდილობ რომ აი გამოვიყენო ხოლმე, მაგრამ უკაცრავად მაინც ამ წინა საახალწლო დღეებში ასეთ სიტყვებით უნდა დავამჯეროს, უტიფრობის ხარისხი, უტიფრობის ხარისხი წარმოიდგინეთ, როცა ამბობს ეს ნაცები და ლანძღავენ ერთმანეთს. აი რანაირად დაალაგებულებია ერთმანეთს ლანძღავენ და კოალიცია აქვს საკრებულოებში. აი ცოლ-ქმარი იმ დროს ცოლ-ქმარი რომ ამბობდეს რომ მე ამას აი ქმარი ამბობს ამას ცოლად არასდროს არ მოვიყვან, მე ამას არასდროს არ გავუყვები, არასდროს არ შევუღლდები ამას, და ცოლ-ქმარი რო იყო ხელმოწერით დე ფაქტო კი არ ცხოვრობდნენ ერთად. ხელმოწერილი ცოლ-ქმარი რო იყო და რო ბრაზდებოდნენ ერთმანეთს და ლანძღავდნენ ერთმანეთს და ჩვენ ერთად არ ვიცხოვრობთ არასდროს. კულისებში რატომ ამბობს გიორგი გახარია? იმიტომ რომ ერთადერთი გიორგი გახარიას ერთადერთი დავალება და შანსი არის რომ ქართულ ოცნებას 1 ან 2% საიდანღაც ჩამოაც ალბათ ამას გულისხმობ და გამოწვევა მიღებულიაო რომ არა გამოწვევა მიღებულია ეხლა რაღაცა ხო უნდა ეთქვა რა გამოწვევა მიღებული მისი ფუნქცია არის რომ ქართულ ოცნებას რაღაც ჩამოათავოს რეიტინგი დამთავრებული ამბავია დღევანდელ ერთი სიტყვით აი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი რატოა განსაკუთრებული ამდენი ხანი თუ ვიღაცას ჩემთან ქონია ლაპარაკი ეხლა ვერ დავასახელებ ვერასდროს ერთ-ერთ მისი გუნდიდან შეიძლებაო შენ არ იცოდეო და ივანიშვილის პროექტია მაშინ თავიდან ეს ძალიან ბევრი მოარული ხმები არსებობს ამის შესახებ. ხოდა ეს მოარული ხმა რამდენად სისულელია დღეს დაუსვა წერტილი. ერთი წინადადებით. იმიტომ ეხლა მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, კაცი მეუბნება ჩემთან, აი პირადად მელაპარაკება ხდება, მელაპარაკება შეიძლება შენც არ იცოდე, რომ გახარი არის ბიძინა ივანიშვილის პროექტიო. ეს იყო მაშინ, როდესაც გახარიამ უღალატა გუნდს. რამდენიმე დღეში თუ კვირაში. მაგრამ მე ხარ არ ვიტყვი ადამიანის სახელს დაგვას, მაგრამ როდესაც ამას ფიქრობენ და იმდენად თავის თანაგუნდელებსაც კი ატყუებდა და ბევრი ვიცით ხო ჩვენ რამდენმა დატოვა მისი პარტია თავის თანაგუნდელებს ატყუებდა რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვართო ჩვენო და ეს იმათმა ძარიციანო
მე დავიმან ვიცითო ბიძინა ივანიშვილმა მარტო ამაზე აქვს მთელი თავისი კამპანია აგებული და რა გამოწვევა მიღებული დამთავრებულია გახარია სამბლო. სხვა ოპონენტების განცხადებებსაც გასაგებთ მაშინ. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ისევ ძალაუფლების დაკარგვის შიშით შემოbrunდა ჩვენმა სწორმა მუშაობამ, ხალხის აქტიურობამ და სააკაშვილის პროცესებში ჩართვამ რუსული პარტია სრულად ჩამოშალა. ანუ კანდიდატი ხაბეიშვილმა კანდიდატის სტატუსს ხაბეიშვილმა მოგუპოვებინა ამის წინ მაგის განცხადებით გავიგე. ბატონი ბიძინაც ხაბეიშვილმა დააბრუნა. ან მაგარი კაცია გიორგი ვაშაძემ თქვა ასეთი რამე, რომ ხალხის გამარჯვებამ კანდიდატის სტატუსით 2023 წელს აიძულა ივანიშვილი გამოჩენილი იყო საჯარო სივრცეში, თორემ პოლიტიკიდან არსად წასულა. ხალხმა დაამარცხა ქართული ოცნება 1-0, ახლა გამოჩნდა, რათა ეს მათი მხარდაჭერის მძლავრი ვარდნა რამენაერად შეეჩერებინა. ანუ გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ 2018 წლის შედეგს გაიმეორებს ნაციონალურ მოძრაობა, როდესაც პირველი ტურის შემდეგ მეორე ტურის აუცილებლობა დადგა საპრეზიდენტო არჩევნებში. აი რას უპასუხებთ თქვენ ოპონენტებს? მათ ფავორი სალომე ზურაბიშვილს ეხებოდა ეს 2018 წლის არჩევნები და სანამ ბილბორდებზე ჩვენი ლიდერები არ ფოტოები არ დავკიდეთ ჩვენი ლიდერების ფოტოები, მანამდე სალომე ზურაბიშვილს არაფერი არ ეშველა მაშინ ახლა სამწუხარო რეალობა ეგ იყო. მაგრამ და ნუ ამიტომ 2018 წელს დაანებონ თავი, სხვა შედარება ვერ მოყავთ. ეს ძალიან მაგარი ეს ერთი და მეორე ეს არის რაღაცა რომ უნდა თქვა რა, ეს ფართხალი ხო პოზიციის, მაგრამ ყველაფერს დავანებოთ ერთამე თავი. თვითონ რომ საველე სამუშაოს თვითონ არ ვაჭარბებ. თავის მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებსაც აღარ ვიძახი. თვითონ რომ საველე სამუშაოებს ატარებენ ორგანიზაციები და შემდეგ რო აწვდიან სხვა უცხოურ ორგანიზაციებს, საკმაოდ ავტორიტეტულებს სხვათა შორის. იქაც რომ რეიტინგებია გაზრდილი. სიგიჟები ხო იწერება ხოლმე. წარმოუდგენელი ამბები. მაგრამ იქაც კი რომ რეიტინგებია გაზრდილი და ამ ლოგიკასთან ეხა თავსებადობა როგორ ხდება? აბა თქვენ კი არა ვერავინ ვერ მეტყვის. თქვენ მით უმეტეს ვერ მეტყვის, მაგრამ ვერავინ ვერ მეტყვის. ანუ თუ ჯერ ერთი ლოგიკასად არის ერთ ამბავში რომ თუ ისედაც მართავდა არაფორმალურად და პრობლემა არ ქონდა, მაშინ პოლიტიკაში შემოbrunება რაში დაჭირდა ამ კაცს, ხო? მარტივი ლოგიკაა, ხო? არ უნდა მას დიდი რაღაც ტვინის დაძაბვა. ეს ერთი. მარტივი. მეორე თუ რაღაცა რეიტინგი კანდიდატის სტატუსს ქვეყანა მიიღო და მართლ გუნდს რეიტინგი დააკდა, რა ლოგიკაა? აი, რომელიც უკვე ყოფილი უნდა ლაპარაკობდეს, ამას თვითონ რო იზიანებენ ამ ლოგიკით თავის თავს, ამას მაყურებელს ეუბნები. შენ მომხრეს, რომ იცი რა, მართლმა გუნდმა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ ქვეყანა ამ მატყილში ვერ მიიღებს სტატუსს, მაინც მიიღო სტატუსი, ხალხმა მიიღო რაღაცას ლაპარაკა, ამათმა კი არა, ხალხმა მიიღეს ერთ მეორე რაღაცა მათი ნარატივი გიჟური, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ამბობენ რომ კი მიიღო სტატუსი ქვეყანამ ამ ათხილში, მაგრამ რეიტინგი დაეცა? რანაირი ამბავია? რეიტინგი მათივე კვლევებშიც გაზრდილია. კი, ეს კვლევები არარეალურია, მაგრამ გუში რო წერდნენ რაღაცა ერთს დღეს ხო ორს წერენ, იძულებულები გახდნენ. შესაბამისად ამისა ლოგიკა არც ერთ მათ სიტყვაში არ არის, ეს არის უბრალოდ რაღაცები რომ უნდა თქვა და ბუნებრივია ისიც იციან რომ გარდა იმ ჩვენი შიდა რისკების დაზღვევისა, რაზეც თავად ბატონმა ბიძინამ დღეს ილაპარაკა. აქეთ რამდენად გაძლიერდა მისი ჩართულები გუნდი ესეც კარგად იციან და ამისი აგონიის გამოძახილიც არის განცხადებები გასხეს გესმოდა უნდა დავასრულოთ ჩვენ გადაცემა ნუ პრაქტიკულად თითქმის შევაჯამეთ ესე ვთქვათ წელი შეჯამება არ გამოგვიმეორე დრო არ ყოფნის მაგრამ თავარი მოვლენა ცალსახად არის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის 2024 წელს რა მოლოდინი და გამოწვევა იქნება თქვენი აზრით 2024 წელს მაქსიმალურად ეცდებიან რომ ამ რეიტინგო თავის რეიტინგო პირობებში ოპოზიციამ შეიქმნას რაღაცა დღის წესრიგი რევოლუციური რაღაცა აი უშედეგო მცდელობები ექნებათ ამის და აი ამის თავსმოხვევის მცდელობები იქნება მთელი წელი განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში მაგრამ არაფერი არ გამოდის იმდენად ქვემოთ არიან უკვე წასულები რომ მცდელობა დარჩება მცდელობად საბედნიეროდ ეს ქვეყანა წინსვლას გააგრძელებს ეს ქვეყანა წინსვლას გააგრძელებს მე შემთხვევით არ ვიმეორებ ამ დღეებში ბევრი მიმართულებით დეოკუპაციის გზაზე იმიტომ რომ აქ შერიგებაზე როდესაც არის საუბარი როცა შერიგებაზე საუბარი მშვიდობა განვითარება არის უალტერნატივო და არავითარ შემთხვევაში სხვა გზა არ უნდა ვიჩვიდო და არაერჩევს არც ერთი ხელისუფლება ეკონომიკური განვითარება ის უალტერნატივო ეროვნული ინტერესების ხარჯზე რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ეს მიდგომა არის უალტერნატივო ასევე ის რომ ევროპა არის ჩვენი ოჯახი სადაც უნდა საბოლოოდ ინტეგრაცია მოვახერხოთ ეს არის უალტერნატივო და ამ ყველაფრის ერთობლიობაში გადაწყვეტა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა ევროპული მომავალი დეოკუპაცია შერიგება მშვიდობა განვითარება ამის უზრუნველყოფა და ამისი გარანტორობა
არის ხელისუფლების ძვალი და ამას ვახერხებთ ჩვენ და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ეს კიდევ უფრო კარგად და წარმატებით გამოგვივა გუნდის გაძლიერებაც და ქვეყნის გაძლიერებაც ამაყად და ეროვნულ ინტერესების დაცვით. ძალიან დიდი მადლობა. ამას ვეუსურვებ ჩვენ ყველა მოქალაქეს, თქვენ კი მითხარით რომ თავშივე ვისარგებლე ამ შემთხვევით, ამას ვეუსურვებ ჩვენს ყველა მოქალაქეს და ჩვენს ქვეყანას ღირსეულ მომავალს. არა მხოლოდ კარგ მომავალს, კარგ საუკეთესო, ბედნიერ და ღირსეულ მომავალს. დიდი მადლობა მამუკა მდინარაძე იყო ჩვენი გადაცემის. დიდი მადლობა თქვენ. განმოგრძობთ გამოშვება.